პირველი, საქართველოს აქვს უფლება აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა, მეორე, ნებისმიერ ხელისუფლებას, მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლებას, ჰქონდა უფლება აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა. და მესამე, ჩვენი თვალით ვიხილეთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში გვითხრა 8 აგვისტოს, რომ მე დავიწყე სპეცოპერაცია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით. შემდეგ თუ შენ რაღაცა ქმედებებს ახორციელებ, ხელისუფლებაზეა ლაპარაკი, ხარ პასუხისმგებელი. თუ ქმედებები წარმატებულად განხორციელდება, იქნები შესაქები, შეიძლება გმირიც, თუ არ ყოფითად იქნები დასაძრახი, დამნაშავე და შეიძლება მოღალატეც. სპეციალურად მომყავს მაგალითი, თუ განათლების რეფორმის შემდეგ ცოდნის დონე ძალიან დავარდება, დამნაშავე ხარ. თუ ჯანდაცვის რეფორმის მერე, თუ კოვიდის პერიოდში ადამიანების სიკვდილიანობა რადიკალურად გაიზრდება, დამნაშავე ხარ. თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში 10 სოფელს დაიბრუნებ, შესაქები იქნები, აღადგენ ტერიტორიას, გმირი იქნები, დაკარგა 200 სოფელს, დამნაშავე ხარ, გაყიდი ტერიტორიებს, მოღალატე ხარ. ამის გაგება არ არის ძნელი. შემდეგი, სააკაშვილის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად ჩვენ დავკარგეთ 200 სოფელი, ეს უზარმაზარი დანაშაულია. აღიარება მოხდა სოხუმის და ცხინვალის, ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია. 1000-ობით სამხედრო გაიწირა და მოკლული იქნა, ეს ძალიან დიდი დანაშაულია, ძალიან დიდი და მილიარდების ტექნიკა გადაცემული იყო მტერს, ეს ძალიან დიდი დანაშაულია. შემდეგი, ეს არ მოხდა შემთხვევით, ეს იყო განზრახ, იმიტომ რომ 2004, 2005, 2006 წლებში სააკაშვილის ხელისუფლება ჯიუტად ამტკიცებდა, რომ კოდორი არის ზემო აფხაზეთი და მიიღო ბოლოს ეგეთი გადაწყვეტილება, დააკანონა ეს, რომ კოდორი ზემო აფხაზეთია. ჯიუტად გვიმტკიცებდა, რომ ახალგორი არის სამხრეთ ოსეთი, მიიღო ბრძანება და საზღვრები დაადგინა სამხრეთ ოსეთისა, სადაც შეიყვანა ის მიწები და ის ტერიტორიები და სოფლები, რომელზეც ოსებს საერთოდ პრეტენზია არ ქონდა. შემდეგი, მთელი 2006-7 წელი ტელევიზიით გვიმტკიცებდა, რომ რუსეთს ყავს ჟანგიანი ტანკები და რუსეთი ვერავის დამარცხებელი ვერ არის. შემდეგ, რაც რუსი ჟურნალისტები ადასტურებენ, გარიგება მოხდა სააკაშვილის რეჟიმსა და რუსების შორის, თვითონ რუსი ჟურნალისტები ამბობენ და გაიყიდა ტერიტორიები. ამის მერე დაიწყო სამხედრო ოპერაცია, ჩააბარა ეს მიწები, დაღუპა ამდენი ხალხი და გამოსცა ბრძანებები, რომელი ბრძანებებითაც დაავალა გამგეობებს, ჯანდაცვის სტრუქტურებს, პოლიციის სტრუქტურებს, სპეცსამსახურებს, სამხედროებს დაეტოვებინათ კოდორი, ახალგორი და უამრავი ტერიტორია და სოფლები, სადაც საერთოდ არც ომი, ერთი ტყვიაც არ გავარდნილა. ამის მერე თავად სააკაშვილის ბრძანებით სამხედრო ტექნიკას კაუჭებიც კი მოხსნეს, რომ მისი ტრანსპორტირება ჩვენ არ გაგვეხორციელებინა, არა აფეთქეს ეს ტექნიკა და დაუტოვეს ტერს. ამის მერე ჩავიდნენ სტრასბურგში და თვითონ მოაწერეს ხელი დოკუმენტს, სადაც წერია, რომ 7 აგვისტოს ჩვენ დავიწყეთ, საქართველოს დაუწყია დაბომბვა ამ ტერიტორიების. ეს არის ყველაფერი ღალატი და ამის მერე ახლა მიდის, რომ 7 აგვისტოს დავიწყეთ, 8 აგვისტოს ეხლაც ცდილობაა შეცვალონ ისტორია და თავისი მოღალატეობრივი ქმედებები გამოაცხადონ, რომ არ იყო მოღალატეობრივი ქმედებები და პირიქით, ვინც ამ სიმართლეს ვამბობთ, ჩვენ გვაბრალებენ რუსეთის აგენტობას. ხალხმა ტერიტორიები ნათლად მიყიდა რუსეთს და სხვებს აბრალებენ რუსეთის აგენტობას. ამაზე მეტი ეხლა რა უნდა ვთქვა?